გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. დღეს განსხვავებულ რეჟიმში მუშაობ, უფრო დატვირთული დღეა, ცხადია. დღის პირველ ნახევარში ჩავწერე ვიდეო, სადაც საუბრობდი შუა დღეს 4 საათამდე რა მოვლენებიც ვითარდებოდა ირანის გარშემო. ახლა გიყვებით უკვე დღის მეორე ნახევარში განვითარებული ამბების შესახებ. 21 საათი და 27 წუთი არის ახლა ზუსტად, როდესაც მე ამ ვიდეოს ჩაწერას ვიწყებ, 28 თებერვალია დღეს. ისტორიული დღე, იმ გაგებით, რომ ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად დაიწყეს კომპლექსური ოპერაცია ირანში. რასაც მოყვა საპასუხო რეაქციაც, საპასუხო დარტყმები არა მხოლოდ ისრაელის მიმართულებით, არამედ რეგიონის კიდევ 6 ქვეყანა მოიცვა ირანის ბალისტიკური რაკეტებით და შაჰიდის დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა. ეს ქვეყნებია, როგორც ხედავთ აქ რუკაზე, მონიშნული შესაბამისად, ისრაელი უკვე ვთქვი, იორდანია, ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, სადაც არის გარკვეული ზიანი, ძირითადი სამიზნე იყო ამერიკული ბაზები, რომლებიც ამ ქვეყნებშია განთავსებული, თუმცა არა მხოლოდ, არის სამოქალაქო ნაწილშიც რაკეტების მიფრენის და ასევე შაჰიდის დრონების მიფრენის შემთხვევები და ამ ყველაფერს მე თქვენ ამ ვიდეოს განმავლობაში აუცილებლად გაჩვენებთ, თუმცა მივყვები თანმიმდევრობით. დავიწყებ ისრაელის მხრიდან მიტანილი იერიშების მიმოხილვით, უშუალოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებს ნახავთ ახლა თქვენ, ეს არის მაგალითად ინფოგრაფიკა, სადაც წარმოდგენილი არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა დარტყმები მიიტანა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მათ შორის ქალაქ ქერმანშაში, სწორედ აი ამ გამოსახულებას ხედავთ ახლა, რამდენიმე განლაგების ადგილი, სადაც იყო სარაკეტო სისტემები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და მათზე მიიტანა სწორედ ისრაელის ავიაციამ იერიშები და გაანადგურა. გასაგებია ეს რატომაც ხდება, მათ სურთ რომ რისკები გამორიცხონ. ისევე როგორც ხდებოდა გასული წლის ივნისში, პირველი სამიზნე იყო სწორედ თავდაცვის საშუალებები ირანის. ამის შემდეგ უკვე ვნახეთ ჩვენ, რომ ამ 12 დღიანი ომის განმავლობაში შეუფერხებლად ბატონობდნენ ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ტერიტორიაზე. ახლაც იგივე მიდგომაა, აბსოლუტურად ლოგიკური, რომ რისკები უნდა გამოირიცხოს ავიაციისთვის, რომ შემდეგ უფრო თამამად განხორციელდეს დარტყმები, თუმცა მანამდე ვიდრე უფრო აქტიურად იფრენენ ირანის საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები, ძირითადი დატვირთვა მოდის როგორც შტატების, ასევე ისრაელის შემთხვევაში რაკეტებზე, მათ შორის ამერიკული ხომალდებიდან გაშვებული ტომაჰავკის ტიპის რაკეტებით იბომბება ირანის სამხედრო და არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები. შემდეგი მასალა ეხება ასევე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის გავრცელებული, რომელიც უნდა გაჩვენოთ და აქაც ნაჩვენები არის ზუსტი დარტყმა, ცოტა დაბალი გარჩევადობის, ასე ვთქვათ, გამოსახულება არის, მაგრამ დავასტოპებ, აქ დავაპაუზებ. აქ რაშია საქმე? ეს არის დარტყმა რაკეტის გაშვების მომენტში, გამზადებული არის ბალისტიკური რაკეტა, გამშვებ დანადგარზე და უკვე იგეგმებოდა ან ისრაელის, ან რეგიონის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით გაშვება, რა დროსაც მოხდა ამ რაკეტის და მისი გამშვების განადგურება აი ამ მომენტში სწორედ, როდესაც ეკრანი ქრება, აქ ნაჩვენები არის უკვე, რომ იგულისხმება, რომ ამ დროს მოხდა სწორედ აფეთქება და სარაკეტო სისტემის განადგურება. კიდევ მორიგი მასალა, რომელიც ასევე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის გავრცელებული და აქაც რაკეტების გამშვები მოწყობილობის განადგურება ჩანს თავისი რაკეტით და ასევე ცოცხალი ძალის განადგურება პერსონალის, რომელიც ამ რაკეტის გაშვებას უზრუნველყოფდა იდეაში და სწორედ ამ მომენტში მოუსწრო ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმამ. მინიმუმ 3 სამხედრო მოსამსახური ჩანს ამ კადრში, შემდეგ კი ხდება აფეთქება, როგორც ხედავთ. განვაგრძოთ ისევ სარაკეტო გამშვები, ისევ იგივე. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ირანის დასავლეთ ნაწილში განხორციელდა ეს დარტყმა ისრაელის სამხედრო ძალების მიერ და აქაც წარმატებული იერიში გვაქვს ნაჩვენები. ეს უკვე არის
უშუალოდ თავდაცვის ძალების მუშაობის პროცესი, რომელიც გავრცელა ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ შტაბში მიმდინარეობს მუშაობა და მონიტორინგი მოქმედებების, რომელიც უშუალოდ მიმდინარეობს ირანის ტერიტორიაზე. ესეთი დემონსტრაციული კადრები გვაქვს. ზოგადად ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ძალიან ინტენსიურად ავრცელებს ინფორმაციებს, ეს უნდა აღინიშნოს. არა მხოლოდ ეხლა, ეს ყოველთვის ასე ხდება, იგივე, როდესაც პირობითად ლიბანის ტერიტორიაზე ახორციელებენ დარტყმებს ან სხვა ან ტერორისტული საფრთხის არსებობის შემთხვევაში ვინმეს განეიტრალება ხდება, ისინი მუდმივად ათავსებენ თავდაცვის სამინისტროს არხებით ამგვარ ინფორმაციას. აქ უკვე არის ნაჩვენები უშუალოდ საჰაერო ძალების მოქმედება, დილით გამთენიისას გადაღებული კადრებია, დიდი ალბათობით ეს არის სწორედ ის მომენტები, როდესაც აიწია პირველად ისრაელის ავიაგამანადგურებლები და გაფრინდნენ მისი შესასრულებლად. ხმას შეუწევ, ცოტა გადავამეტეთ მე მგონი. მოკლედ ისრაელის უსაფრთხოების ძალები, მათი დაზვერვა, მათი საჰაერო ძალები და ყველა მნიშვნელოვანი რგოლი ახლა განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს, ასევე განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს ზურგის სარდლობა, ეგრეთ წოდებული, რაც გულისხმობს პირველ რიგში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ასევე თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ახლა განსაკუთრებული და შესაბამის დანაყოფებზე განსაკუთრებული დატვირთვა მოდის, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 ჯერზე გამოცხადდა საჰაერო განგაშის სიგნალი ისრაელის სხვადასხვა ნაწილში და იყო არაერთი სერია ბალისტიკური რაკეტების გაშვების და არაერთი მიფრენაც დაფიქსირდა, თუმცა დიდწილად მათ მოახერხეს საფრთხის განეიტრალება. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ისრაელის მხარეს არ გაუვრცელებია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა მე ვნახე კადრები, სადაც უკვე მიღებული არის ზომები სამედიცინო მიმართულებით, მიწისქვეშა სართულებზე გადაყავთ, ასე ვთქვათ, სამედიცინო პუნქტებში პაციენტები, რომლებიც არიან ამ კონკრეტულ საავადმყოფოებში. ეს რეჟიმი უკვე ამოქმედებული არის, ამის შესაბამისი მასალა გავრცელდა, ასევე ყველა ჯერზე, როდესაც განგაშის სიგნალი ირთვება, მოქალაქეების გადასვლა ხდება უსაფრთხო თავშესაფრებში, ეს წესები მათში ძალიან გამჯდარია, ალბათ მოგეხსენებათ. და მიყვებიან, ასე ვთქვათ, დირექტივებს, რომელსაც იძლევა სარდლობა. ნახოთ თუ მექნება საშუალება, მაქვს პრინციპში შემიძლია დავაანონსო, რომ დღესვე მექნება ინტერვიუ ჩემს კოლეგასთან, მიხეილ ხეცოიძესთან, რომელიც ისრაელში მუშაობს, მასაც რამდენჯერმე მოუწია დღეს თავშესაფარში გადასვლა და გეგმავთ, ასე ვთქვათ, თუ მოხერხდება ეს კომუნიკაცია, რომ ჩავწერო ინტერვიუ მასთან და უფრო მეტი მოგიყვეთ უშუალოდ ისრაელში არსებული სიტუაციის შესახებ, შესაბამისად დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. შესაძლოა ეს იყოს სწორედ მიხეილ ხეცოიძესთან ინტერვიუ, თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გამოვიდა. კარგი, შემდეგი ვიდეო რა გვაქვს, აქაც ასევე არის ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმა ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე, აქ ჩანდა ცოცხალი ძალაც და ინფრასტრუქტურაც, რომელიც ისრაელის არმიამ გაანადგურა, კიდევ ერთი ჯგუფი სამხედროების, რომელიც გაქცევას ცდილობდა და განადგურდნენ ამ განმეორებითი დარტყმის შედეგად იგივე ლოკაციაზე. ახლა კი გადავიდეთ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიტანილი იერიშებზე. ეს არის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. ეს არის ზანჟანი, იმედია სწორად წარმოვთქვამ დასახელებას, ირანის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, სადაც იერიში მიიტანეს რაკეტების განთავსების ადგილზე, რაკეტების საწყობი დაიბომბა და სწორედ ამან გამოიწვია ეს ძლიერი აფეთქება, რომელსაც კადრში ხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიში გვაქვს ახლა აი ამ კადრში და ეს ფეიერვერკი, რომელსაც ხედავთ. აქვე არის მეორე ფაილი, იგივე ადგილზე ოდნავ მოგვიანებით გადაღებული კადრია, ამ მომენტში აშკარად ჩანს, რომ უფრო გაფართოვდა ეს არეალი ცეცხლის და ხედავთ რამხელა
კვამლი და ალი არის ამ ადგილას, რაკეტების საწყობია განადგურებული და ლოგიკურია, რომ სწორედ ასეთი შედეგია, ძლიერი დარტყმა ამერიკის საჰაერო ძალების შესრულების, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, ეს უფრო ადრე გადაღებული მასალა კიდევ ერთი, სადაც ასევე ძალიან მასშტაბური აფეთქება ჩანს. მოდი ხმას ცოტა ჩაუწევ, რომ თან ისმოდეს და თან ძალიანაც არ შეგვაწუხოს. ესეთი უზარმაზარი აფეთქება გვაქვს ამ შემთხვევაშიც და რა წერია ვიდეოს აღწერაში. აქ აღნიშნულია, რომ ინდუსტრიული ზონა არის სამიზნე თაბრიზში, ქალაქ თაბრიზში, სადაც ირანული ბალისტიკური რაკეტების წარმოების ხაზი იყო, ასე ვთქვათ, საწარმო იყო რაკეტების, როგორც ჩანს დაზვერვას ჰქონდა ამაზე ინფორმაცია და ერთობლივი პრინციპში აქ წერია ამერიკის და ისრაელის მიერ ერთობლივად განხორციელებული. პრინციპში აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ ისინი კომპლექსურად მუშაობენ, შესაძლოა სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდეს ისრაელი, ან პირიქით ამერიკის შეერთებული შტატები და რომელიმე მათგანი შემდეგ უკვე ახორციელებდეს დარტყმებს. წინა ვიდეოშიც აღვნიშნე, რომ გამოითქვა ასეთი ვარაუდები, რომ ერთგვარად განაწილებულიც კი აქვთ როლები ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგალითად ისრაელი დიდწილად უფრო აქცენტს აკეთებს პერსონებზე, სამხედრო და პოლიტიკურ მაღალჩინოსნებზე და მათზე იერიშის მიტანასზე ექსკლუზივი, ასე ვთქვათ, უფრო მათ აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ლოგიკურია, რომ ისრაელს და მოსადს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, სავარაუდოდ მათი განთავსების ადგილების შესახებ, მისამართებების შემდეგ და უფრო ინფრასტრუქტურის, მათ შორის არაკეტო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე არის აქცენტირებული ამერიკის შეერთებული შტატები. ასეთი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ იგივე ისრაელიც აქტიურად ახორციელებს დარტყმებს საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რაკეტების განთავსების ადგილებზე და მეტიც პრინციპში ისრაელის ოფიციალურმა წყაროებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს განცხადება, რომ მათი სამიზნე იქნება უკვე მომდევნო საათების განმავლობაში სავარაუდოდ ამაღამ ის ადგილები, საიდანაც ისრაელის მიმართულებით დღის განმავლობაში იქნა რაკეტები გაშვებული. ცხადია, ისინი სწავლობენ ამ მონაცემებს, ტრაექტორიებს, ლოკაციებს და ახლა ითქვა, რომ ნადირობა დაიწყება სწორედ იმ გამშვებ მოწყობილობებზე და იმ ლოკაციებზე, საიდანაც მოხდა ბალისტიკური რაკეტების ისრაელის მიმართულებით გაშვება. ამოცანა არის ის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ შემდგომ დღეებში სამხედრო ოპერაცია. კიდევ ერთხელ პარალელს გავაკეთებ ივნისში Midnight Hammer-ის ოპერაციასთან, შუაღამის ურო, ასე ერქვა იმ ოპერაციას, რომელიც მოიცავდა 12 დღიან სამხედრო მოქმედებებს და ბოლოს უკვე ამერიკული ბიურებით ბირთვული ობიექტების დაბომბვას, მაშინაც ჯერ გაასუფთავეს ეს სარაკეტო შესაძლებლობები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და შემდეგ უკვე უფრო აქტიურად და უფრო თამამად დაიწყეს სხვა სამიზნეების განადგურება. გავაგრძელოთ შემდეგი ვიდეო მასალა, ასევე ამერიკელების მიერ განხორციელებული იერიში. აქ საუბარი არის დიდი ალბათობით ტომაჰავკებზე. ფრთოსანი რაკეტების გაშვება მოხდა ამერიკის საზღვაო ძალების მიერ. დღეს დილით გადაღებული კადრები არის, სადაც ჩანს ჩაბაჰარი, ესეთი დასახელების დასახლება სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ირანის. ნახოთ ეს მასალა, აქაც რამდენიმე ლოკაცია არის ნაჩვენები, საიდანაც დიდი კვამლი ამოდის. ხო, ჯერ მივყვები, ასე ვთქვათ, ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიტანილი იერიშებს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა საპასუხო რეაქციები, ასე რომ არ გათიშოთ ვიდეო თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ აი ამ მიმართულებით მექნება საუბარი, ესე არ იქნება, საპასუხო დარტყმებზეც აუცილებლად ვისაუბრებ. მათ შორის რაღაცა ეპიკური კადრებია, იგივე ბურჯ ხალიფას ფონზე როგორ ფეთქდება დრონები და ასე შემდეგ, ასე რომ დაელოდეთ. გავაგრძელებ მანამდე იმ თანმიმდევრობით, რომელიც განსაზღვრული მქონდა, ესე იგი, ესაც მორიგი შტატების მიერ მიტანილი იერიში არის ასევე ზანჟანში, ეს დასახლება უკვე ვახსენე, საღამოს მიტანილი იერიში. ნახეთ ვიდეოს დასაწყისში, ეს არის უკვე სხვა კადრი, დღის განმავლობაში გადაღებული, ჩრდილოეთ ნაწილი ირანის, სადაც
რაკეტების გამშვები პუნქტი იყო და უკვე აღარ არის დიდი ალბათობით თუ იმშელებთ ამ კადრებით, რომელსაც ახლა ვხედავთ ეკრანზე. ესე გამოიყურება შედეგი. კი ბატონო. შემდეგ რა გვაქვს? წავედით პოლიტიკური ლიდერების ამბავზე და მთავარი ინტრიგა არის თუ არა ცოცხალი აიათოლა ალი ხამენეი. განსხვავებული ცნობები დღის განმავლობაში მთელი დღეა ვრცელდება ურთიერთგამომრისხავი ინფორმაციები. ჯერ იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ალი ხამენეი ისევე როგორც პრეზიდენტი ფეზეშქიანი არიან განადგურებული, მათი ლიკვიდაცია მოხდა. შემდეგ იყო სხვადასხვა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ არ მომხდარა ლიკვიდაცია, თუმცა ალი ხამენეის ადგილსამყოფელზე მიიტანეს იერიში და ის დაშავდა. სწორედ აი ამ ვერსიას ეხება ეს ნიუსიც, სადაც ნათქვამია, რომ აიათოლა ალი ხამენეიზე მიზანმიმართული დარტყმა იყო თეირანის ტერიტორიაზე და ხამენეი სერიოზულად დაშავდა ამ დარტყმის შედეგად. ხამენეის ამბავს კიდევ დაუბრუნდები, მანამდე კიდევ ერთი ინფორმაცია ამ შემთხვევაში ალი შამხანის შესახებ, რომელიც არის ალი ხამენეის უშიშროების საბჭოს მდივანი და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ავრცელებს ამერიკული და ისრაელური მედია ინფორმაციას, თუმცა ესაც რა თქმა უნდა არ არის 100%-ით დადასტურებული, ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება ამის არ არსებობს. საპასუხოდ ვრცელდება განცხადებები ირანის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომ 1-2 სამხედრო ლიდერი კი მოკლეს, მაგრამ უშუალოდ უშიშროების საბჭოს მდივანი, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრი ცოცხლები არიან, კარგად არიან. ნახოთ ეს კიდევ მომავალი გვიჩვენებს, დადასტურდება თუ არა ინფორმაცია ალი შამხანთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტიურობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხმაურიან განცხადებებსაც აკეთებდა და ემუქრებოდა ცხადია ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს განადგურებით. აბა ვნახოთ საბოლოოდ რა მოხდება მასთან მიმართებაში. კიდევ ერთი ინფორმაცია ასევე მაღალ ჩინოსნების შესახებ. აქ საუბარია იმაზე, რომ დარტყმების შედეგად განადგურებული არიან თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე და ასევე ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური, სახმელეთო ძალების მეთაური მოჰამედ პაკპური. ამ ორის შესახებ წინა ვიდეოშიც ვსაუბრობდი პრინციპში, თუმცა ეს ინფორმაციაც ვერ იქნება მიჩნეული როგორც 100%-იანად დადასტურებული ინფორმაცია, ჯერჯერობით აი ამ რეჟიმში ვართ, რომ მხოლოდ დაუზუსტებელ ცნობებს ვიღებთ. ამით პრინციპში სარგებლობს ირანის მოქმედი რეჟიმი. ამ შემთხვევაში მე გაჩვენებთ ერთ-ერთი ინტერვიუს მონაკვეთს, სადაც აბას არაღჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს კითხვას, არის თუ არა ცოცხალი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა ლიდერები, რომლის ლიკვიდაციის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. Can you confirm with specificity that the Ayatollah Ali Khamenei is alive and separately that the Iranian president is alive right now following these American and Israeli strikes? Ali Khameneize და პრეზიდენტზე დაისვა კითხვა არიან თუ არა ცოცხალი. As far as I know, yes, they are alive, and the head of judiciary as well, the head of the speaker of parliament as well, all hired. ძალიან სასაცილო, მე მეცინება პრინციპში სასაცილო არაფერი არის, ძალიან საინტერესო პასუხი გასცა ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრმა. რამდენადაც მე ვიცი, მოდი და გაიგე ხა მართალი იცის თუ არ იცის, ხო? რამდენადაც მე ვიცი, ალი ხამენეიც და პრეზიდენტიც ასევე სასამართლოს თავმჯდომარეც არიან ცოცხლებიო. სასამართლოს თავმჯდომარის ლიკვიდაცია იყო პირველი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა პრინციპში. Ranking officials are alive and the secretary of the National Security Council. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც ცოცხალიაო. So everybody is now in its position and we are handling this situation and everything is fine. ყველა თავის ადგილზეა, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და ყველაფერი რიგზეა. აი ესეთი საინტერესო ღიმილიანი
განცხადება შემოგთავაზა აბას არაღჩიმ, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ რეალურად მას რამეზე ეღიმებოდეს ამ სიტუაციაში, თუმცა ის ინარჩუნებს აი ამ სახეს. ხო, აქვე მე ვკითხულობდი აბას არაღჩის ამავე ინტერვიუდან ციტატებს, სადაც ის ამბობდა, რომ რამდენიმე ხო, აი აქ არის პრინციპში ეგ ციტატაც, რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი არის დაღუპული, თუმცა ეს დიდი ბევრი არაფერი პრობლემა არ გახლავთ. აი ესეთი შეფასება მოვისმინეთ. მოკლედ, კაცმა არ იცის, ვერ გავიგებთ ახლა ჩვენ ვერანაირად რომელი არის მართალი და რომელი არა, ერთის მხრივ ვრცელდება ინფორმაცია ლიკვიდაციის მთელი სერიის შესახებ, მეორეს მხრივ ისინი ყველაფერს უარყოფენ. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი ცნობა, ირანის მედიამ გაავრცელა განცხადება, რომ ხამენეი აპირებს, რომ ლაივში მიმართოს საზოგადოებას და ასევე პარლამენტის სპიკერიც აპირებს, რომ ირანის მოსახლეობას წარუდგეს ესე პირდაპირ ეთერში, ნახოთ როგორ იქნება ამ ხრივაც ამბავი, საინტერესო ამბებია ცალსახად პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობასთან მიმართებით. ერთ-ერთი ვერსია იმასთან დაკავშირებითაც კი გავრცელდა, რომ შესაძლოა ალი ხამენეი საერთოდაც ქვეყნიდან იყოს გაყვანილიო. გამოჩნდება იმედი ახლო მომავალში. ამასობაში ის სამხედრო ხელმძღვანელები, რომლებიც ჯერჯერობით კამერებთან ჩანან, იმუქრებიან თან უფრო მეტად გამალებით, ვიდრე ამას მანამდე აკეთებდნენ. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გენერალი ებრაჰიმ ჯაბარი ყავს აქ ირანის სამთავრობო მედიის ერთ-ერთ არხზე, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ გინახავთ ის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც გაგვაჩნია და ამას აუცილებლად ახლო მომავალში ნახავთო. აი ესეთი განცხადება გააკეთა. از پیشرفته ترین امکانات امروز برخورداریم. اول جنگ هرچی تای انبار داریم میزنیم. اما در ادامه ხო, ამასობაში პრინციპში ვნახეთ კადრები, რაც სიმართლეა რომ მანამდე არ გვინახავს. გულისხმობა აი ამ კადრებს. ეს არის ირანული ბალისტიკური რაკეტა, ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა, ფათაჰ ასეთი დასახელების, რომელიც 2 წლის წინ მიიღეს შეიარაღებაში და ამ სავარაუდოდ, ამ ვიზუალის გათვალისწინებით გაკეთდა ასეთი დასკვნა, რომ სავარაუდოდ სწორედ ფათაჰ 1 თუ არ ვცდები ასეთი სახელწოდება მისი სრული, ამ ზებგერითი ბალისტიკური რაკეტის გაშვება მოხდა. ნახოთ ეს კადრი. ხედავთ ეფექტს. ასეთი ზებგერითი რაკეტები სხვა განსხვავებულ კვალს ტოვებს, როდესაც მათი გაშვება ხდება დიდი სიჩქარით, დიდ სიმაღლეზე და შემდეგ უკვე ძალიან დიდი სისწრაფით ასევე ეშვებიან ასეთი რაკეტები სამიზნეზე. ეს არის საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შეიმუშავეს ირანელებმა დაახლოებით 1200-დან 1500-მდე კილომეტრი არის მოქმედების არეალი. ეს კადრები სწრაფად მოედო ცხადია სოციალურ ქსელებს, მედიას, თუმცა ჯერჯერობით არ გვინახავს სად იქნა მიტანილი ეს დარტყმა, ან მოხერხდა თუ არა მისი გაუნებელყოფა, მისი განადგურება საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ. როგორც თავში ვახსენე, ირანი აქტიურად ცდილობს გამოიყენოს თავისი სარაკეტო შესაძლებლობები და რეგიონში რამდენიმე ქვეყანას დაარტყა, განსაკუთრებით აქცენტი კეთდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე. ამ შემთხვევაში კი ვხედავთ ჩვენ ბაჰრეინში გადაღებულ მასალას, სადაც დრონით მოხდა იერიშის მიტანა სარადარო სისტემაზე, ამერიკულ ბაზაზე. ნახოთ ეს კადრი. იმედია ჩაიტვირთება როგორმე. თავიდან უნდა
შეამჩნიეთ ხო დაშვების მომენტი. შაჰიდის დრონი, ვინც უკრაინის ამბებს თვალსადევნებთ, ნაცნობის ანახაობაა თქვენთვის დარწმუნებული ვარ და ეს სფეროს ფორმის სარადარო სისტემა, რომელსაც პირდაპირ დაეცა და აფეთქება გამოიწვია. სხვა შორის დღის განმავლობაში ვაკვირდები ხოლმე რეაქციებს, ვინც პირველი ვიდეო ნახეთ, გეცოდინებათ მაგალითად როგორი ოვაციებით შეხვდნენ ირანში ადგილობრივი მცხოვრებლები, როდესაც დაიწყო სარაკეტო დარტყმები ირანის სამხედრო ობიექტებზე, ოვაციები, ტაში, სიცილი, ასე შემდეგ, მათ აშკარად გაუხარდათ ყოველ შემთხვევაში იმ ვიდეოებში ასე ჩანდა, რომელიც გავრცელდა. აქ ცოტა უცნაური შემთხვევა გვაქვს ბაჰრეინში, ამერიკულ ბაზას ურთავს ირანული შაჰიდი და ამათ აშკარად უხარიათ. ნაუც, გეგონება გოლი გაიტანეს. ხო, ნუ საინტერესო ამბავია, რატო უხარიათ ბაჰრეინში პრინციპში. როგორც ჩანს, მათ საზოგადოების ნაწილს უფრო ესეთი პროირანული განწყობები, ან შესაძლოა უფრო მეტად ანტიამერიკული განწყობები კონდეს და იმიტომ, კარგით, გავაგრძელოთ. შემდეგი გვაქვს დუბაი და საკმაოდ ისეთი სანახაობა, ბალისტიკური რაკეტების მიფრენის კადრები არის. დუბაიში რაც ისტორიაში პირველად ხდება ფაქტობრივად, ხო? ასეთი რამ ჯერ არ გვინახავს ბურჯი ხალიფა და ეს ბიზნეს ცენტრები მთელი, ლაქშერი ცხოვრება, დუბაი და უცებ ირანული ბალისტიკური რაკეტები და დრონები. სასტუმრო კომპლექსებზე მოხდა დაშვება ირანული რაკეტების და დრონების. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ასეთი კადრები. კიდევ გვაქვს ჩვენ აქ მასალები დუბაიდან, მათ შორის არის ეს ერთ-ერთი კადრი. ეს უკვე აფეთქების შემდეგ გადაღებულია ცხადია, დაშვების მომენტი არ ჩანს, თუმცა არის კვამლი. და შემდეგ უფრო მეტად საინტერესო მასალებიც შეგვხდება. ხო, რატომღაც აქ თანმიმდევრობაში, როგორც ჩანს, ჯერ ჩავსვი ქუვეითის აეროპორტი. ხო, დუბაი შეგვხდება კიდევ და საინტერესო კადრები იქნება. ქუვეითის აეროპორტი ძალიან საინტერესო ამბავია ესაც, იმიტომ რომ აშკარად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არის იერიში მიტანილი და ჩანს აქ დარტყმის მომენტი სათვალთვალო კამერით გადაღებული. აქ თუ შეამჩნიეთ ადამიანი იჯდა, ხო? კი ბატონო, აი აქ ზის შემოსასვლელში აეროპორტის თანამშრომელი. აქ მეორე, ეს ადგა პრინციპში, ხო, როგორც ჩანს, მოასწრო რეაგირება და გადარჩა. მსხვერპლის შესახებ ამ კონკრეტულ დარტყმაზე არაფერი არ ვიცით, თუმცა გავრცელდა კიდევ ერთი კადრი, რომელიც ქუვეითის აეროპორტშია გადაღებული, უკვე დარტყმის შემდეგ ესეთი შიგნით არსებულ სურათს ასახავს. კვამლი და დაზიანება. კარგია რომ ამ დროს ეგ რაღაც ბევრი ხალხი არ იყო, ალბათ მოხდა წინასწარ რაღაც ომების მიღება და ევაკუაცია. შაჰიდის ტიპის დრონი დუბაის უბრუნდებით, ესაც ეფექტური კადრი არის. ჩაიდვირთება. ბოლო მომენტში უკვე ჩანს მიფრენა. ეს თუ არ ვწდები, არის პალმის ფორმის კუნძულები რო აქვთ, მე კი არ ვარ ნამყოფი და არ ვიცი, ასე ახლა რო გითხრათ, შენობებით ვერ ხვდები ნამდვილად, მაგრამ წავიკითხე რამდენიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუბაიში აი ამ ცნობილ კუნძულებზე მოხდა სასტუმრო კომპლექსებზე დარტყმები შაჰიდების მეშვეობით. ეს არის უკვე იორდანია და სალტის საჰაერო ბაზა, მუფარაქ სალტის სახელობის საჰაერო ბაზა იორდანიაში, რომელზეც განხორციელდა დარტყმა. აი ესეთი კადრები გვაქვს აქაც. სადაც ჩანს აფეთქების ეფექტი. ხალხის ხმა ისმის,
ცხადია არ ვიცი რას ამბობენ, ვერ გეტყვით ნამდვილად, მაგრამ პანიკა იგრძნობა და გასაგებია აბსოლუტურად. შემდეგი მასალა უკვე არის ასევე ბალისტიკური რაკეტის მიფრენის კადრი საცხოვრებელ ზონაში ისრაელის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი ის შემთხვევა, როდესაც ისრაელზე მოხდა დარტყმა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ვერ გაართვა თავის საჰაერო თავდაცვის სისტემამ და აქაც გვაქვს დაზიანება, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის დღის განმავლობაში ისრაელში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ერთ-ერთი დაშავებული შესახებ იყო ინფორმაცია, თუ არ ვცდები, ყატარში, რომელსაც დიდი ალბათობით ბალისტიკური რაკეტის ჰაერში განადგურების შემდეგ ნამსხვრევი დაეცა, ასეთი ცნობები იყო. ეს არის კადრი, სადაც ჩანს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა, ხედავთ რამდენი რაკეტის ერთდროულად გაშვება ხდება, როგორც თქვი, დღის განმავლობაში იყო რამდენიმე სერია იერიშების, შესაძლოა ახლაც ხდება იგივე, არ ვიცი, შემდეგ უკვე მომდევნო ვიდეოს, როდესაც ჩავწერ, აი ამ მომენტიდან როგორ განვითარდება მოვლენები უკვე იქ მოგიყვებით, შევეცდები რომ გავფილტრო, შევაჯამო ინფორმაცია, დავალაგო და ტრადიციულად ასე შემოგთავაზოთ იმისთვის რომ თავარი ამბები არ გამოგჩეთ. გასაგებია რომ მე ეხლა ზუსტად ვერ მივყვები რეალურ დროში ნიუს, არ მუშაობ ლაივში, თუმცა ვაჯამებ, ასე ვთქვათ, და ყველაზე მნიშვნელოვან თემებს ვცდილობ რომ ხაზი გავუსვა ჩემი ეპიზოდების დროს. გავაგრძელებ, ხო, აი ესაც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. რატომ დაიწყო ირანმა მეზობელ სახელმწიფოებზე იერიშების მიტანა? ხო ჩნდება ეს კითხვა. გასაგებია ის, რაც პირდაპირ ნათქვამია, ეს არის ის, რომ იქ არის განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზები და მათი თქმით ეს არის ლეგიტიმური სამიზნე. გავიგეთ, მაგრამ როგორც ხედავთ და ვნახეთ ამის არაერთი კადრი, არამხოლოდ სამხედრო ბაზები, არამედ დასახლებული ზონები, სასტუმროები, აეროპორტები და ასეთი ობიექტები გახდა სამიზნე, ხო? რატომ? ეს განიხილება რომ ხდება ზეწოლის მოხდენის მიზნით, რომ რეგიონის ქვეყნებმა აიძულონ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები გაიზარდოს მათგან პოლიტიკური წნეხი, რომ შეაჩერონ ეს ოპერაცია როგორმე, ან რაღაც პაუზა აღებინონ, ან ისე მოლაპარაკებების პროცესში დაბრუნდნენ. აი ეს არის დიდი ალბათობით გათვლა და ეს არის ლოგიკური არგუმენტი პრინციპში. დიდი ალბათობით ამას ცდილობს სწორედ ირანის რეჟიმი და ამ ლოგიკის გაგრძელება ის ამბავიც, რომ მათ უკვე ოფიციალურად ჩაკეტეს ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობის ბაზრის 20% ტრიალებს, ასე ვთქვათ, ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გადის უამრავი ტანკერი ყოველდღიურად და ეს ყველაფერი დათვლილია, რომ მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 20% არის. შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ნავთობის ბაზარი მოაქციონ წნეხის ქვეშ, პრობლემები შეექმნას ნავთობმწარმოებლებს, გადამზიდავებს, შეექმნას კრიზისი, მოიმატოს ნავთობის ფასმა და საბოლოოდ დაფიქრდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისრაელში ღირს თუ არა ამ ოპერაციის კიდევ დიდხანს გაგრძელება, იმიტომ რომ მათაც მიადგებათ ზიანი და შესაბამისად სხვა ქვეყნების მხრიდანაც მომპოვებლების თუ მყიდველების მხრიდან გაიზრდება პოლიტიკური წნეხი და უკმაყოფილება. ამ თემით პრინციპში ირანი დიდი ხნის განმავლობაში იმუქრებოდა ყველა ჯერზე, რომ აი ჩავკეტავთ ჰორმუზის სრუტეს, ამ შემთხვევაში ეს ფაქტია, რომ ხდება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სრუტესთან ახლოსაც სამხედრო ობიექტებზე ხდება იერიშების მიტანა, ამას ვკითხულობდით ცოტა ხნის წინ და დიდი ალბათობით ეცდებიან, რომ გაანეიტრალონ საფრთხეები, რომელიც აქ შეიძლება არსებობდეს და ალბათ როგორმე გაართმევენ თავს ამ კრიზისს. ცხადია, რომ როდესაც ამ მასშტაბის ოპერაციას გეგმავდნენ შტატებში თუ ისრაელში, ეს რისკი გათვალისწინებული იყო. შესაბამისად რეაქცია ჰქონდათ იგივე რეგიონის ქვეყნებს, ისინი ცდილობდნენ, რომ
წვლილი შეეტანაც მოლაპარაკებებში, ვიცით, განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, ცდილობდნენ რომ როგორღაც თავიდან აერიდებინათ ეს ამბავი, სწორედ ნავთობის ფასზე ნერვიულობდნენ, აი ამ მომარაგების ჯაჭვებზე ნერვიულობდნენ, თუმცა საბოლოოდ ხედავთ რომ ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აღმოჩნდა გადამწყვეტი მაინც და საბოლოოდ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა სამხედრო ოპერაციის დაწყებას. ვნახოთ ამ ხრივ როგორ წავა პროცესი, ალბათ მთავარი საკითხი აქ არის ის, რამდენ ხანს მოანდომებენ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის სამხედრო შესაძლებლობების განეიტრალებას და იმ საფრთხეების განეიტრალებას, რომელიც მათ შორის ემუქრება ორმუზის სრუტეს და ზოგადად რეგიონის ქვეყნებს. ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ, ფაქტია რომ ეს არ არის რაღაც ერთდღიანი ოპერაცია, არც შესაძლოა ერთკვირიანი და მინიმუმ კიდევ დამატებით რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში მომდევნო 2-3 დღეში უკვე იქნება ეფექტი სახეზე, რამდენად მაღალ ტემპში ხდება ირანის სამხედრო შესაძლებლობების განეიტრალება და ეს პირდაპირ ძალიან მარტივად იქნება მისახვედრი იმით შეძლებენ თუ არა იგივე ინტენსივობით ამ სარაკეტო იერიშების გაგრძელებას, ისინი როგორცაც დღეს გვთავაზობენ. აქ გვაქვს კიდევ ერთი მასალა, ირანის ქიშის კუნძული. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი პრინციპში, სპარსეთის ყურესთან ახლოს. ქიშის კუნძული, სადაც სარადარო ინფრასტრუქტურა განვითარდა ამ შემთხვევაში ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი დარტყმების შედეგად. ხო, ესაც აი ამას მიანიშნებს, რომ ისინი ცდილობენ, რომ ჩრდილოეთ ნაწილში ირანის ყურის გარშემო როგორღაც დაასტაბილურონ სიტუაცია. აქ რა გვაქვს? ამ შემთხვევაში ირანული ბალისტიკური რაკეტის მიერ ქუვეითში მიტანილი იერიშზეა საუბარი, ამერიკულ ბაზაზე, სადაც როგორც გაირკვა, იტალიელი სამხედროები იყვნენ განთავსებული, დაახლოებით 300 იტალიელი სამხედროს შესახებ არის აქ მოთხრობილი ამ ნიუსში და აქვე ნათქვამი არის, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკვე ინფორმაცია, რომ არ არის არც მსხვერპლი და არც ერთი მათი სამხედრო არ დაშავებულა ამ იერიშის შედეგად. ხო, აქვე ვინც არიცით, გეტყვით, რომ ამერიკული ბაზებიდან ძირითადად მოხდა ევაკუაცია პერსონალის, როგორც ამერიკელების, ასევე სხვების, როგორც ჩანს. მათ შორის ალბათ ამ იტალიელების ევაკუაციაც მოხდა დროულად, რადგან არანაირი მსხვერპლი და არანაირი ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ დასტურდება. ბაჰრეინი, ისევ ბაჰრეინის კადრი გვაქვს, ალბათ იმიტომ შევინახე, რომ ეს ერთ-ერთი ბოლო სიახლეა პრინციპში ხედავთ უკვე სიბნელეა, არ არის დღის კადრი და ბაჰრეინში ამ შემთხვევაში თუ სწორად მახსოვს ეს არის ვიდეო, სადაც განადგურება ხდება ბალისტიკური რაკეტის. კი ბატონო, ეგ არის, ამ შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურად იმუშავა და ბალისტიკური ბალისტიკური რაკეტის ერთდროულად განადგურება მოხდა. 2 აფეთქება ვნახეთ საში. ეს არის ერთგვარად წინასწარ გადაზღვეული რისკები ნაწილობრივ დიდწილად, უფრო ასე იქნება სწორი რომ ვთქვათ, ჩვენ ვადევნებდით თვალს, რომ მთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში პრინციპში იანვრის დასაწყისიდან მას შემდეგ რაც ტრამპმა თქვა რომ დახმარება გზაშია, ჯერ კიდევ როდესაც პიკზე იყო პროტესტი ირანში, დაიწყო სამხედრო გადაზიდვები, ყოველდღიურად იყო ათეულობით რეისი, გადაფრენა, მათ შორის სატვირთო თვითმფრინავების, რომლებსაც გადაჰქონდათ შეიარაღება, გადაჰქონდათ საჰაერო თავდაცვის სისტემები, პატრიოტები, რომლებსაც განალაგებდნენ რეგიონში, სხვადასხვა ქვეყნებში, მათი სამხედრო ბაზების გარშემო და ასე შემდეგ და ერთი ხომალდი შევიდა მათ შორის ისრაელის სანაპიროებზე იმისთვის რომ დახმარებოდნენ ისინი ისრაელის საჰაერო თავდაცვას, იქიდან გამომდინარე რომ სწორედ ისრაელზე წავიდა პრინციპში ძირითადი წნეხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს თვალს ვადევნებთ. ხო, აი დუბაი და ბურჯ ხალიფა, რომელიც არაერთხელ ვახსენე, ეს არის სწორედ ის ეპიკური კადრები. არ ვიცი რამდენად აღიქმება, მაგრამ აი ამ მომენტში ჩანს შაჰიდის დრონი, აი ამ ნაწილში როგორ ეშვება პირდაპირ ბურჯ ხალიფას უკან. და შემდეგ არის აფეთქება, ალბათ შენიშნეთ. უკვე მოხდა დაშვება და აი უკვე შემდგომ კადრებში შესამჩნევი არის კვამლიც, ხო, აი აქ უკვე ჩანს, რომ
აფეთქების შემდეგ. ეს ზონა, სადაც სოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენია. ასე ირანული შაჰიდების თავდასხმის ქვეშ მოექცა. ნუ ესაც არის კადრები ალბათ, რომელიც ისტორიას დარჩება უდავოდ. მორიგი ვიდეო, რომელიც ასევე დუბაიშია გადაღებული და პალმის კუნძული არის, რამდენადაც ხვდებია აქ ნახსენები, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ცოტა ხნით ადრე, რომ აი ამ ტურისტულ ზონაშიც ნახეთ ბალისტიკური რაკეტების მიფრენა. აი ესე სწორედ. ხო, მოკლედ, ფაქტია, რომ ირანელებმა არ დაინდეს მეზობელი ქვეყნები და მიიღებენ ალბათ დიდი ალბათობით საპასუხო რეაქციებსაც არაერთმა იმ სახელმწიფომ, სადაც განხორციელდა დარტყმები, უკვე გააკეთა განცხადება ოფიციალურ დონეზე, რომ მათ აქვთ უფლება, რომ უპასუხონ აგრესიას, ისინი ამ დარტყმებს მიიჩნევენ სუვერენიტეტის დარღვევად და მათ შორის საუდის არაბეთი და ემირატები გამოთქვამენ მზაობას, რომ შეუერთდნენ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას. წინა ვიდეოშიც ვთქვი და ახლა ვიტყვი, ჯერჯერობით ამის ამ ქმედებით დადასტურება არ გვინახავს, თუმცა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ეს კი არის ამ ეტაპისთვის ბოლო ვიდეო, რომელიც შევარჩიე, რომ მეჩვენებინა თქვენთვის, ასევე ბაჰრეინი და აქ ჩანს აშკარა პრინციპში დანაშაული, არანაირი სამხედრო ობიექტი არ არის აქ, რომელსაც შეიძლება რომ ლეგიტიმური სამიზნე უწოდონ ირანელებმა, აქ ხდება შაჰიდის დაჯახება პირდაპირ მაღალსართულიან შენობაზე, ცათამბჯენზე და ასეთი აფეთქება. შევავით 911-ის მინი მოდელია ფაქტობრივად. პირდაპირ შეეჯახა ესე. ძლიერი აფეთქება ბაჰრეინში. შემდეგ იყო ცნობები მის შესახებ, რომ ადგილზე ცხადია, რომ მოხდებოდა ყველაფრის მობილიზება, სახანძრო ჯგუფები, სასტრაფოები და ასე შემდეგ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა შედეგები გამოიწვია, გარდა იმ ზარალისა, რაც სახეზე არის და რაც ფაქტია, არ ვიცით დაშავებულები და დაღუპულები არიან თუ არა. ეს იყო ამ ეტაპზე, შევკრიბე პრინციპში ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გასული 5-6 საათის განმავლობაში არის აქტუალური და მეტნაკლებად იმედი მაქვს, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მიმდინარე პროცესების შესახებ. ზოგადად ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ზღვა ინფორმაცია მოდის, უამრავი სტატია იდება, უამრავი გამოთქვამს მოსაზრებებს, ბევრი სხვათა შორის fake news-ი არის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც მაგალითად შესაძლებელია მარტივად AI-ის გამოყენებით რაღაც ვიდეოების შექმნა. უამრავი ნაგავი ვნახე, პირდაპირ რომ ვთქვათ, ასეთი, სადაც აი აშკარად ვიზუალურად ეთყობა, რომ ეს არ არის რეალური კადრი და რაღაც არმაგედონის მსგავსი ვიდეო მასალები ვრცელდება. შესაბამისად, ხო, ნუ ამის ამოცნობა კიდევ ცალკე საკითხია, რა, ცოტა ისეთ გამოუცდელი მაყურებელი შესაძლოა მარტივად იჯერებდეს ასეთ რამეს, როდესაც ნახავს, რომ რა ვიცი. რაღაცა ბირთვული აფეთქების მსგავსი კადრები იყო დაახლოებით რომ გითხრათ. ხო, ნუ ერთ სიტყვით ვაგრძელებ მუშაობას, მივადევნოთ თვალი რა მოხდება და როგორ განვითარდება პროცესები ირანის გარშემო. ერთია სამხედრო მოქმედებები, ზიანი, რომელსაც ხედავთ ორივე მხარეს, მეორეა პოლიტიკური საკითხები, მოხდება თუ არა და როდის მოხდება, თუ მოხდება ირანის რეჟიმის საბოლოოდ ჩამოშლა, მათი დამხობა, სამიზნე გაცხადებულია, რომ არის უმაღლესი დონის ფიგურები არიან დასახელებული სამიზნეებად, ალი ხამენეიდან დაწყებული სხვებიც. შესაბამისად, განაჩენი, ასე ვთქვათ, ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოტანილი აქვთ. და ახლა უნდა ვნახოთ, როგორ წავა ეს სამხედრო ოპერაცია, რა შედეგებამდე გავლენ ისინი და ნუ თუ მოხდება ცვლილება, როგორ მოხდება ცვლილება, ეს კიდევ მეორე საკითხი არის. ამ ყველაფერზე გვექნება დრო, დარწმუნებული ვარ, რომ ვიმსჯელოთ და ალბათ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენის შემსწრე გავხდებით უახლოესი დღეების განმავლობაში. დიდი ამბავი ხდება, მოკლედ ჩვენს გარშემო, სულ ახლოს რეგიონში და დიდ გავლენას იქონიებს ეს არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად. პირველ რიგში
ჩემი ინტერესი უკავშირდება იმას თუ რამდენად შეასუსტებს თუ მოხდება ირანის რეჟიმის დამხობა, რამდენად შეასუსტებს ეს რუსეთს, ოკუპანტ რუსეთს, რომელიც ჩვენთვისაც მტერია და უკრაინისთვისაც, სადაც უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ირანი კი მისი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი მთელი ამ წლების განმავლობაში და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ნუ ისე ერთი რამე უნდა ითქვას კიდევ და არ უნდა გამოგრჩეს, რომ ამ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ ირანი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, როგორც მანამდე ხდებოდა ხოლმე სხვა შემთხვევებში, რუსეთის მხრიდან არანაირი მოქმედება არ ჩანს. არანაირი დახმარების ხელი მათ არ გაუწვდიათ ირანის რეჟიმისთვის, აი ესეთი პარტნიორობა იციან რუსებმა, სხვათა შორის, ისევე როგორც იყვნენ ეს სირიაში, იმ რეჟიმის შემთხვევაში ასადის რეჟიმს გულისხმობ, ხომ მხოლოდ თავშესაფარის შესთავაზეს საბოლოოდ ასაც. საინტერესოა ამ შემთხვევაში ხამენეის მოუწევს თუ არა ასადის გზის გავლა მოსკოვისკენ, ნახოთ როგორ წავა ამ ხრივად საქმე. ერთადერთი ჩართულობა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსების მხრიდან ვნახეთ, ისიც პრინციპში კადრებით დადასტურებული არ არის და კაცმა არ იცის რეალურად რა დოზით და როგორ იყო სწავლებაში მონაწილეობა. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ეს პირველი ესკალაციის მოლოდინი იყო, ირანმა ჩაატარა სამხედრო საზღვაო წვრთნები ჩინეთის და რუსეთის მონაწილეობით. საბოლოოდ კადრები რაც ვნახეთ იყო ირანული კატარღები, რომელიც მოძრაობდნენ წყალში დროშებით და რაღაც დადგმული კადრები ვნახეთ, ასევე ვნახეთ მათი ეგრეთ წოდებული ავიამზიდი, სპეციალურად სატვირთო ხომალდი, რომელიც გადააკეთეს შაჰიდების გამშვებ ხომალდად, სულ ეს იყო პრინციპში მეიქ რუსული დროშა არ მინახავს ამ წვრთნების დროს. ეს იყო და ეს რუსეთის ჩართულობა. ხო, ნუ ირანის რეჟიმის დამხობა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთისთვის და სერიოზულად შეასუსტებს მას. ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ თუ მოხდა რეალური გარდაქმნა და ირანის დემოკრატიულ რელსზე დაბრუნება 47 წლიანი მმართველობის შემდეგ აიათოლების რეჟიმის და თუ მოხდა ამ ირანისთვის სანქციების გაუქმება, ის დაბრუნდება საერთაშორისო ბაზარზე, დაბრუნდება თავისი მდიდარი რესურსებით, იგივე ნავთობით, რაც გამოიწვევს ნავთობის ფასის სხვანაირად დარეგულირებას, ნავთობის ფასის დაწევას და ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება რუსეთისთვის სანქციების პირობებში კონკურენციის თვალსაზრისით, მის ჩრდილოვან ფლოტს უფრო ნაკლებ ფასში მოუწევს ნავთობის გაყიდვა, თავის მხრივ ირანი იყო სპონსორი აი ამ ტექნოლოგიების თვალსაზრისითაც რუსეთისთვის, ირანი არის ის სახელმწიფო, რომელმაც შექმნა პრინციპში ეს სისტემა და სწორედ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ჩინეთში ყიდდა ის ნავთობს. ხო, ნუ ნახოთ მოკლედ რა ძალიან ბევრი ამბავია, ძალიან დიდი პროცესებია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს გვიკავშირდება, ჩვენ სახელმწიფოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში ავანთეთ, ეს ვერ მომინელებია და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. კარგით, გამიგრძელდა მოკლედ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ ამ ამბებზე, როგორ განვითარდება პროცესი, გამიზიარეთ შეხედულებები, დასვით კითხვები, რაც გაინტერესებთ, დაგიბრუნდებით მალე დიდი ალბათობით, როგორც დავაანონსე, შესაძლოა დაგიბრუნდეთ მიხეილ ხეცოიძესთან ინტერვიუთი, ძალიან კარგ ჟურნალისტთან, პროფესიონალთან, რომელიც წლებია მუშაობს ისრაელში და ვნახოთ, როცა ის შეძლებს ჩემთან კომუნიკაციას, მასთან ინტერვიუ პრინციპში შეთანხმებული მაქვს და საინტერესო იქნება ადგილიდან მოსმენა იმ რეალობის, რაც არის ახლა ისრაელში, რას ფიქრობენ, რას გეგმავენ, როგორ რეაგირებს საზოგადოება და რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, თუ სამხედრო პროცესები მიმდინარეობს უშუალოდ ისრაელში. დამატებით კიდევ ერთხელ თხოვნა, გამოიწერეთ არხი, გავზარდოთ აუდიტორია და მომეხმარეთ ამაში, რომ რაც შეიძლება დიდი დაფარვა გქონდეს საინტერესო ამბების მოსაყოლად, აქტუალური ამბების მოსაყოლად და გახდით ასევე ჩემი სპონსორები, მე არ მყავს ბიზნეს პარტნიორები, არც დახელფასებული ვარ, როგორც ამბობენ ხოლმე.
ასე რომ თქვენი დახმარების და მხარდაჭერის იმედი მაქვს. ვინც ხართ ჩართული დონაციაში, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ყოველ თქვენგანს, თითოეულ თქვენგანს გადადით Patreon-ზე, $5 შეგიძლიათ რომ მინიმალური წვლილი შეიტანოთ ამ არხის განვითარებაში. თუ სურვილი გექნებათ მეტი შემოთავაზებებიც დაგვხვდებათ Patreon-ის პლატფორმაზე, არის მითითებული ანგარიშის ნომერი და არის მითითებული ასევე PayPal-ის ლინკი. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ქმნით შესაძლებლობას რომ მე მუშაობა გავაგრძელო. ნახვამდის დაგიბრუნდებით ძალიან მალე.